მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ცოტა ესეთი განსხვავებული უცნაური ბლოგი. დღეს ვეწვევით პარიზის ერთ-ერთ სასაფლაოს. თავშივე მინდა ვთქვა, რომ ეს სასაფლაო არ არის არც პანთეონი და არც რაიმე განსაკუთრებული სხვა. ჩვეულებრივი სასაფლაო იყო, თუმცა მისი არქიტექტურული მდგომარეობიდან გამომდინარე მას 2018 წელს მიენიჭა კულტურული ძეგლის მემკვიდრეობის სტატუსი. ესე იგი, ჩვენთან ხო პანთეონების და ესეთი რაღაცების მანია, ხო და ქართველებს ხო დაგვსვენიან კიდე რომ თუმე ვიცით დიდი სასაფლაოების გაკეთება ვიცით, ასე ვიცით, ამის საფლავისია, იმის საფლავიასია, მარმალი როში ქურდების, აქეთ, იქეთ, ათასი სულელები. მე თქვენ გაჩვენებთ ევროპაში, საფრანგეთში, როგორ პატივს აგებენ თავიანთ მიცვალებულებს. როგორ პატივს აგებდნენ და აგებენ, ძველ დროშიც და დღესაც. იმისთვის რომ რეალურად ვიცოდეთ ჩვენ რომ ადამიანი ყველგან ერთია და საკუთარი მიცვალებულის პატივის მიგება ყველა როგორც თulis საჭიროდ. ესე ახდენს. მოკლედ ახლა ვიმყოფებით მონმარტის სასაფლაოსთან. ეს არის ესეთი პატარა ისტორია არის წამზღარებული. სასაფლაო გაიხსნა 1825 წელს. საქმე იმაში იყო, რომ სასაფლაოს სტატუსი სანამ მიანიჭებოდა ამ ადგილს, მანამდე ამ ადგილას იყო გიფსის კარიერი. დიდი ფრანგული რევოლუციის დროს, როდესაც სისხლში იქნა მთელი ევროპა, ჯერ საფრანგეთი და მერე მთელი ევროპა ჩახჭობილი, დამარხვის პრობლემა შეიქმნა და გიფსის კარიერის ადგილას დაიწყო სასაფლაოს შექმნა, ისე რომ ვთქვით. ამ პერიოდის მანძილზე ამ სასაფლაოს ეძახდნენ თეთრ სასაფლაოს, ჩრდილოეთის სასაფლაოს და ისე შემდეგ. დღესდღეობით ჩვენ დროებაში მას მონმარტის სასაფლაო ქვია. არის ჩვეულებრივი სასაფლაო, არანაირი პანთეონი. ნანჩენ შიგნით ნახოთ უკვე თუ როგორი და რანაირი პატივისგება იციან ფრანგებმა თავიანთი მიცვალებულების. სასაფლაოს გააჩნია ესეთი ერთი ცენტრალური შესასვლელი, თუმცა კიდევ პატარა შესასვლელები აქა-იქ დატოვებული, უზარმაზარი კედლით არის დაცული, თვითნაშენები კედლით. ჩვეულებრივად ეს არის ბარიერი, რომელი ბარიერით საშვით ითვალისწინებს დაშვებას. აი საინტერესო ადგილი არის. ეს სასაფლაოს განლაგება. თავისი აღწერილობით, როგორი არის, რასად არის. როგორი სქემა. აი ნახეთ. შესაძლოა არის ბაღი მოწყობილი ჩვეულებრივად დღის მანძილზე შეუძლია ადამიანებს შემოვიდნენ, გაისევდნენ, გული გადააყოლონ. მოკლედ ფრანგებს არქიტექტურა არ ესწავლებათ ნამდვილად და მინდა გითხრათ, რომ სასაფლაოებზე ფრანგი არქიტექტორების დიდი ნიჭი და გენია არის შედებული. შავი კატებიც არის. ხაზოგმა მაგიის სიყვარულში და ვამპირიზმში არ დამადანაშაულებთ. ეს სასაფლაოებზე სიარული მიყვარს და ესე შემდეგ. ეს ბაღი შეყვარებული წყვილებიც ხვდებიან ერთმანეთს. შეულებრივად.
ერთ ცნობილი ადამიანის საფლავიც არის აქ, მაგრამ გითხრათ რომ ეს ის სასაფლაო არის, სადაც ცნობილ ადამიანებს ასაფლავებენ, თქვა ყველი იქნება. პირიქით, თავიდან ძმათ სასაფლაო იყო საერთოდ. ეს ლამაზი ხეივანია. ეს თქანდაკებებიცა. ეს არის საგვარეულო სასაფლაოები, სადაც შემთხვევა ესეთია. ხო არის პერსონალური საფლავები, მაგრამ ეს შენობები ეს არის სადაც ფერფლის შესანახი ადგილები. სადაც გარდაცვლილის ფერფლს ინახავენ საგვარეულო სასაფლაოები და ზემოთ აწერიათ. რომელი გვარის, რომელი სასაფლაოა საგვარეულო. სასტუმროები გეგონებათ ჩვეულებრივად. მაგრამ ეხლა რაც მე თქვენ უნდა გაჩვენოთ. ეს საერთოდ სხვა რამეა. მე სავარაუდოდ როცა კინორეჟისორი ან მსახიობი არის გარდაცვლილი. დასაფლავებული. ასე რომ, როდესაც დაიწყებთ საკუთარი ერის ლანძღვას, ეს რა არის, როგორი სამხელა საფლავებია, ამდენი ფული დახარჯა საფლავის გაკეთებაში, ესე ცოტა დაფიქრდით რა, ეს სხვაგან მარტო ჯვრებია, მეტი არანაირი საფლავის ის არ არის ეგრე. მე როგორც ხედავთ, სხვადასხვა დღევანდელ დღემდე ჩვეულებრივად ხდება დასაფლავება, ვისაც აქვს ამის უფლება. ნახე 2017 წლის, 2013 წლის საფლავები. სიცოცხლე. შეიძლება კომუნისტის საფლავია. შევხედრილ ვარ სხვაგან და იმიტომ. მეთითებული ქონდა რომ კომუნისტი იყო და კომუნისტის საფლავი იყო. ეს ინოვაციური საფლავია თანამედროვე.
როგორც ხედავთ. ეს გოთური კულტურის ესე რომ ვთქვათ ხელოვნების ნიმუშებს ბევრჯერ დავკვირვები ვარ და აი ამ კარგულიები ხან ბუა ხან რა არის გამოსახული, მაგრამ აი აქ რაღაცა განსაკუთრებით ამაზე მახსენდება ვაჟას ლექსი სტუმარ მასპინძელი და სიკვდილი ყველას გვაშინებს კაცს კლავენ ცქერა წადია კაცნი ვერ გძნობენ ზოგჯერა თუ რა დიდ ცოდვას ჩადიან ამ დიდრის და ღარიბის საფლავი აფრიკას ხოვება შედეგი ერთია ეს კიდე ობა ძალიან საპატივცემულო პიროვნება იყო ან სპორტსმენი ცეკლია ან ყველა საინტერესო არის ყველაზე მეტად რაც მომეწონა რომელი საფლავიც მომეწონა ავი საფლავია თუ მავზოლეუმი ჯერჯერობით ვერ მივხვდი რა უწოდო წელი. აი ეს გეგონებათ შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ჯვაროსნების აგებული. ნახეთ რა არქიტექტურული ნამუშევარია. გენიალური ნამუშევარია, ნამდვილად ვერ იფიქრებ, რომ აქ არის საფლავი. სხვები არ არის ესეთი დიდი ნაგებობების, მაგრამ ძალიან გემოვნებიანი ნაგებობები კი არის. ნახეთ. ეს როგორია? ეს ხილეთ. აკი ეთყობა. უკვე კარგახანია. არა უნდა მოსვლე. ეგრეთ ყორნები. შავი ყორანი გამithხრის საფლავს დელოთა შორის, ტიალის მინდრის და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზათქით გრიალით მიწას მომაყრის. ეს ჩვენი ტატო ბარათაშვილის შემოქმედებიდან. საერთოდ სასაფლაო ავიც ბავშვობაში ალბათ ყველას გვეშინოდა სასაფლაოების, ხო? მერე წმუნდები რომ დაბადების და თარიღს შორის დასმული ტირია ჩვენი ცხოვრება და სასაფლაოებს მე პირადად უყურებ ისე როგორც ისტორიას. ეს არის ისტორია. არაფერი ისე არ ინახავს ისტორიას როგორც სასაფლაო. ჩვენ ქართველებმა სამწუხაროდ ჩვენი დიდი მეფეების მაგალითად თამარის საფლავიც კი არ ვიცით სად არის. არც ფიროსმანის საფლავი ვიცით სად არის. რატო გვემართება ეგრე? ბუ სიბრძნის ნიშანი.
ეს კიდე მოვლელი საფლავი. ლევილის სასაფლაოზე ვიყავი და გადავიღე კიდეც. ლაივი, ჩემი სათქმელის თქვი. ეს სიმსახურებდნენ. მე რა, ეს ხო ისტორია. ისტორიაში რაც დატოვეს ის დაიმსახურეს და იმას აღვიქვა მე. ქართველი. მათ საფლავებს. გმირები. ერთი ეგენი იყო გმირები და მეორე სალომე ზურაბიშვილი მოყავდა. ჯიშთა ჯილაგის ხალხი არის კიდე გმირები. სერიოზულად. შეყოლებული წყვილები დადიან სასაფლაოზე. სულსვანაირი დამოკიდებულება აქვს. საქართველოში რო უთხრა ახლა შეყვარებულს რომ ამ სასაფლაოზეო გავიდეთ გავისეირნოთ. არა ეს მართლა ხელოვნების ნიმუშია. კიდევ და კიდევ ვიმეორებ რომ ეს არ არის პანთეონი. იყო ძმათა სასაფლაო გიფსის კარიერზე დიდი ფრანგული რევოლუციიდან რომელიც შემდეგ იქნა გადაკეთებული და სულ 2018 წელს აგერ მიენიჭა სტატუსი როგორც ხელოვნების ნიმუშის. ახლა იქეთკენ ერთი საფლავი ვნახე. ძალიან საინტერესო სხვათა შორის, აქ ძალიან ბევრი საინტერესო საფლავია, როგორც ხედავთ. მაგრამ აი ეს ერთი იყო განსაკუთრებით. ამას ვერ უვლი გვერდს, ეს მომეწონა განსაკუთრებით რა. ზევით მგლოვიარეები. და მინდა გაჩვენოთ ის საფლავით რავლის მეტყველი. ჩიტების ბუდე გაუკეთებიათ. ეს არ ვიცი ვისი საფლავია, ამაზე ქალბატონის ფოტო არის ორდენებით. არავის საფლავი არ ვიცი ვისი არის, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ქართველი აქ არავინ არ არის დაკრძალული. აი ეს საგვარეულო საფლავი. როგორც ხედავთ, მოვლილი შთამომავლობა. შთამომავლობის მიერ ყვავილებიც კიდევს. ძლიერი გვარია. ეს კი მიტოვებული სადაც არავინ არაფერი არ იკითხება. მაგრამ აი ეს ამის ჩვენება მინდა და დაგვერდით ეგვიპტის ფარაონები. აუქნათ. ავეთანხმოთ. ლაქტიოს სამუდამოდ ასამარებს ხალხის მოდგმას სამარის ქვა ეგრეა? აგიდო ვფიქრობ რომ ეგრე არ არის.
დაბადებას და გარდაცვალებას შორის დარჩენილი ტირე განსაზღვრავს ადამიანის პიროვნებას, რომელმაც შეიძლება თუნდაც საუკუნეების შემდეგ იჩინოს თავი. ადამიანი მანამდე ცოცხალია, სანამ მას მომგონებელი გააჩნია. ფრანგებს აქვთ ესეთი გამოთქმა. ადამიანებზე, რომლებიც არსებობდნენ მარტო ეს შენ ნაცკოცები რო არიან მაგალითად რო სვამენ, ჭამენ მარტო ცხოველები და მეტრი არაფერი რო აინტერესებთ. აქვთ ესეთი გამოთქმა, რომ ესეთი კაციო აქამდე არსებობდა, ახლა კი მოგტავ. ახში ძალიან შთამბეჭდავი აზრი არის ჩადებული. მახსენდება კიდე ერთი ლექსი. რამდენი კაცი ისე მოკვდება, ისე უბჟეოდ გაივლის სოფელს. მიქელანჯელო გულს არ მოხვდება, ვერ გამოარჩევს ასხმაში შოპენს. რამდენი კაცი არ გაშლის რუსთველს, რამდენი კაცი არ გაშლის ბოდლერს, რამდენი კაცი უბადრუკია, რამდენი კაცი ძაღლს ახგავს უწრთნელს. მე როგორც ქართველმა ქართული ინტერპრეტაციით შემიძლია ამას გავცე პასუხი ეგეთი რაღაცა რომ კი მართალი არიან ფრანგები ესეთი ადამიანი აქამდე არსებობდა ახლა კი მოკვდა მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებმაც ცხოვრეს და გარდაიცვალენ. ამას ალბათ ფრანგები იმიტომ ვერ იტყოდნენ, რომ ქართველების გარდა სიტყვა გარდაცვალება არც ერთ ერს არ გააჩნია თავის ლექსიკონში. ამიტომ მე როგორც ქართველმა შემიძლია ასე უპასუხო. კი. ზოგიერთი არსებობდა და მოკვდა. ზოგიერთი კი ცხოვრობდა გარდაიცვალა. საინტერესოა ეს უკვე მიტოვებული საფლავი ალბათ ძველი ასე რომ შემოკარგებო არაფერი არა იმაში გასაკვირი და გადასარევი თუ კი საქართველოში ვინმეს მარმარილოს სასაფლაო აქვს. სიმართლე გითხრა უფლისთვის მნიშვნელობა არა აქვს. აი ისეთი სასახლე იქნება იქითკენ მე რომ მომეწონათო უბრალო ჯვარი. მაგრამ ავიცი. ანატოვარისთვის ალბათ საჭიროა. ერთეული საფლავი უნდა გქონდეს. შეიძლება არ იყოს მდიდრული, მაგრამ ღირსეული იყოს. ესე როგორც ხედავთ, რაც ჩვენგან გამოარჩევს ამ ყველაფერს, ძალიან იშვიათად შეხვდებით, რომ იყოს ფოტო. აი ეს იშვიათი გამონაკლისი. როგორც იქით გაჩვენეთ. ჩვენთან ფოტო. ხაზე ხატვა, ისეთი, აქ ეგეთი არ არის.
მაგ სავარაუდოდ ფერფლი ნახება ამ ადამიანებს. Like sculptura. Arăți. Da, tu oare se? Acum eu nu, da. Erti ხელოვნება. Eta ეს ინდოდა დღეს მეჩვენებია თქვენთვის. თეთრი ჩრდილოეთის ეხლა კი მორმარტის საფლავ. აქედან არ ვიცი ხა მორმარტის რატო ქვია, იმიტომ რომ თვითონ მორმარტი არ არის შორს. აქედან ახლოში არის. და ახლოში არის ასევე 120 წლის აბარი. ეს უგვერდითაა რა, ახლოში არის. მოლენ რუჟი ეგრეთ წოდებული. წითელი წისქვილი. გვერდითაა პრაქტიკულად. და კოორდინატზე მდებარეობს. სარი. ეს საფლავის ადმინისტრაცია, რომელიც ყველა კითხვებთან დაკავშირებულ პასუხს ძაღლის შემოყვანა აბზარულია. როგორც ხედავთ. მოკლედ შემოკარგებო, აი ეგ იყო ეს ჩემი ბლოგის თემა. დაფიქსდით. მომენტო მორი.